საღამომშვიდობისა მაესტროს ეთერში ток-შოუ პრეს-პრესის დრო დადგა. რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო 1 საათის მანძილზე თქვენ ვერ ნახავთ და ვერ მოისმენთ ერთ აზრზე მყოფ ადამიანებს და მათ ერთნაირ შეხედულებებს. სამაგიეროდ თქვენ გექნებათ შესაძლებლობა მოისმენოთ თამამ კითხვებზე გაცემული ასევე თამამი პასუხები. მაშასე დღეს პრეს-პრესის ინტერესის მთავარი ობიექტია სამამულო შოუ ბიზნესის ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენელი მომღერალი სტეფანე. საღამომშვიდობისა სტეფანე. დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისათვის. მივესალმები ასევე ყველაზე მოლაქლაქე პროფესიის ენამახლულ წარმომადგენლებს, პრეს-პრესის პრეს-გუნდის უკვე კარგად ნაცნობ სახეებს საღამომშვიდობისა. იმედი მაქვს დღეს ამ ორ ფლანგს შორის საკმაოდ საინტერესო საუბარი გაიმართება და ვიდრე ეს დიალოგი დაიწყებოდეს, მოდით ყველამ ერთად გადავალოთ თვალი ჩვენი დღევანდელი სტუმრის მოკლე შემოქმედებით ბიოგრაფიას. რუბრიკაში დოსიე. სტეფანე მღებრიშვილი დაიბადა 1973 წლის 3 აგვისტოს. დაამთავრა 96 რუსული სკოლა. პროფესიით უნდა ყოფილიყო ისტორიკოსი, თუმცა მესამე კურსიდან უნივერსიტეტში სწავლას თავი დაანება. ერთი პერიოდი ერთობოდა ქორეოგრაფის პროფესიით, კარგად ცეკვავს. 1993 წელს პირველად დადგა ფეხი ფილარმონიის სცენაზე. საერთოდ მღერის ღრმა ბავშვობიდან. სიმღერების ტექსტებს ხშირ შემთხვევაში თავად წერს. არც ისე შორეულ წარსულში აქტიურად იღებდა მონაწილეობას სხვადასხვა საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალებში. შარშან სპორტის სასახლეში გამართა თავისი პირველი სოლო კონცერტი. რამდენიმე წლის წინ მიიღო სტატუსი ყველაზე ექსტრავაგანტური მომღერალი მამაკაცი. ბუნებით არის ექსპერიმენტატორი. შემოქმედებაში მუდმივად ეძებს ახალს და საინტერესოს. სულ რამდენიმე თვეა რაც ძალების ცადა ახალ საქმეში. არის სტუდია არტპრომის ერთ-ერთი დამფუძნებელი. ამჟამად გააჩნია 2 ალბომი, მუშაობს მესამეზე. დაოჯახებულია. ძალიან მოკლედ, სწორედ ასე გამოიყურება ჩვენი დღევანდელი გასაპრესი ობიექტის მიერ განვლილი გზა სამამულო შოუ ბიზნესის ეკლიან ბილიკებზე. დანარჩენი ეკლები ან იქნებ სულაც ვარდები ჩვენ მომდევნო 1 საათის განმავლობაში გველის. რაღაც ძალიან პოეტური დასაწყისი გამომივიდა. ნახოთ ასევე პოეტურად გააგრძელებენ თუ არა ჩვენი დღევანდელი სტუმრების საუბარს. მე კი არახელჩართულ ბრძოლას 1 2 3 7 1-ის წინააღმდეგან სულაც იქნებ 1 7-ის წინააღმდეგ დაწყებულად ვაცხადებ და სტეფანე რაღაცის გამოსწორება გინდოდა ხო? ხო, მითითებული რომ 73 წელს ვარ დაბადებული, არა და ვარ 79-ში დაბადებული. ესე იგი, რამდენი წლით? 6 წელი მომდევნო. უკეთესად ცოტა დაგაპერეს ხო? ხო, ცოტა. კარგი, მოკლედ დავიწყოთ საუბარი და პირველ შეკითხვას ლალიტას. ლალიფაცია ჟურნალი თბილისელები. მოგესალმები სტეფანე. მოგესალმები. ანონსში აცხადებდი, როგორც მახსოვს, რომ სრულიად მოუმზადებელი მოდიოდი პრესში. რას ნიშნავს ეს აგვიხსენ? ანუ, როდესაც მე დავფიქრდი თუ რა სახის შეკითხვები შეიძლებოდა რომ დაესვათ, ჩემთვის სიმართლე გითხრა ვერ მოვიფიქრე მაინც და მაინც. მე ვიცი რომ ესეთი ფორმატია გადაცემის, როდესაც ძალიან რაღაც ისეთ შეკითხვებს უსვამენ ადამიანებს, რომლებიც ჩემს ადგილას ზიან და მე რაღაც ვერ მოვიფიქრე. აქედან გამომდინარე, უბრალოდ მოუმზადებელი ვარ დღეს. მე გაჩნია რომ შედარებით ნაკლებად გასაპრესია. ნაკლებად გასაპრესი არა, უბრალოდ ვერ მოვიფიქრე თუ რა სახის შეკითხვები იქნებოდა, ამიტომ მე მგონი კარგი, მაშინ გაგვარკვევენ ჩვენი ჟურნალი. ჩვენც ვიფიქრეთ, სხვათა შორის, მომზადება მე მგონი შენ არ გჭირდებოდა, ჩვენ უნდა მომზადებულიყავით წესის თანახმად, რა ვიცი, ასე მგონია. ნახოთ როგორ მოემზადა ლალიფაცია. ეს გამიჭირდა სხვათა შორის მომზადება. სტეფანე, მე მინდა გაგახსენო პერიოდი, როდესაც შენ ყავდა მენეჯერი კახა მამულაშვილი, იგივე მამულიჩა. თქვენი თანამშრომლობა შეწყდა, როგორც ჩვენთვის არის ცნობილი. მე როგორც ვიცი, ეს თანამშრომლობა შეწყდა შენი მიზეზით, იმის გამო, რომ იყავი დაუმორჩილებელი მომღერალი მისთვის, ანუ ის სადღაც გეწეოდა შენ კომერციული მომღერალი გამხდარიყავი, მის სურვილი იყო ეს, შენ ეწინააღმდეგებოდი მას, იყავი საოცრად ჯიუტი. ეს რამდენად შეფერება სიმართლეს? ხო, ეს არის სრული სიმართლე, იმიტომ რომ ჩემთვის მამულიჩა, უპირველეს ყოვლისა არის ძალიან კარგი მეგობარი და მან ძალიან კარგად იცის თავისი საქმე. ამიტომ მამულიჩას აუცილებლად ჭირდება კომერციულად გამართლებული მომღერლები. იმ პერიოდში მე რაღაც შემოქმედებას ვაწვებოდი და ასე შემდეგ და ძალიან მიჭირდა ამ კომერციულ გზაზე დადგომა, თუმცა მაინც რაღაც ელემენტები კომერციულობის მქონდა და რაც შეეხება ჩემს სიჯიუტეს, სწორედ ამიტომ მე შევწყვიტე პირველად ეს ურთიერთობა, იმიტომ რომ მე მინდოდა შემენარჩუნებინა სწორედ ის მეგობრობა, რაც ჩემს და მამულიჩას შორის არის, ჩემსა და ლელას შორის, რომ დღემდე არაჩვეულებრივი ურთიერთობა გაგრძელებულიყო, ეს გამომივიდა დღესაც
ძალიან ისეთი მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს. და იხო არ გადააფასე რაღაცები და ხომ არ შეიძლება ეს ურთიერთობა აღდგეს და ისევ ბოლოს და ბოლოს გახდეს მამულიჩა შენი მენეჯერი ან პროდიუსერი. ესე არ მგონია უკვე მოხდეს, იმიტომ რომ მე რაღაც პარალელურად ალბათ ჩამოვარდება ამაზე საუბარი, რაღაც სხვა საქმიანობებსაც ვეწევი და ფიზიკურად ამისი დრო არ მექნება კიდე რაღაცეები რომ ვაკეთო. ანუ ნაკლებად ვმუშაობ უკვე ჩემი თავზე, იმიტომ რომ რაღაც სხვა გეგმები მაქვს ცხოვრებაში და შეიძლება ეს მენეჯერის ის ნაგრუსკა ვიხوار ჟარგონებს ვერ ჩავეტიოთ დროში. გასაგებია. კარგი, მადლობა. მადლობა ლალი, შემდეგი შეკითხვა. ნახოთ კიდევ ვინ მოემზადა დღევანდელი დღისთვის. ნანა, გუშინ მეცადინეობდა, მგონი ნანა, ხო? დაახლოებით 6 საათი. ნანა არჩვაძე, ჟურნალი ელიტარული ქრონიკა. შენ თქვი რომ მაშინ არ იყავი კომერციული ну რაღაც ელემენტები მომართული იყო ყოველ შემთხვევაში. ხო, ანუ არ იყავი ამისთვის არაკეთებდა შემოქმედებას. ანუ არ შემეძლო, სიმართლე გითხრა, ანუ არ შემეძლო ის მომენტი, როდესაც მე ვაკეთებდი მუსიკას და კორექტივები არ მიყვარს, როდესაც ის რაც მე მიმაჩნია, რომ სწორია, შეაქვთ კორექტივები. შეიძლება ეს ძალიან ცუდია და ჩემი მხრიდან ძალიან ამბიციურად ჟღერს, მაგრამ მაინც საბოლოო ვარიანტი მიყვარს, როდესაც ჩემი გადაწყვეტილებით ხდება. თავიდანვე ასე იყავი თუ სულ ესე ვიყავ. და როგორ ფიქრობ ეს სწორი ნაბიჯია, როდესაც თუნდაც დამწყები. არ არის სწორი, იმიტომ რომ როდესაც შენ გყავს მენეჯერი და შენ ეს პასუხისმგებლობა გაქვს და შენ თუ გინდა და თუ ენდობ იმას, რომ ეს ყველაფერი გამოვიდეს კარგად, მაშინ აუცილებლად უნდა დაემორჩილო, როგორც იტყვია. მე როგორც ვიცი, მამული ჩემდეც ყავდა პროდიუსერი, ვინც თავიდან დაგეხმარა გამოჩენაში. ეს ადამიანი არის ლევან შანიძე, რომელიც ისიც დღეს ჩემი მეგობარია. ეს არის არაჩვეულებრივი ადამიანი, მან ითამაშა ყველაზე დიდი როლი ჩემს ცხოვრებაში, იმიტომ რომ მასთან ერთად მე გამოვუშვი პირველი ალბომი, რომელიც დღეს გამოშვებული სამწუხაროდ არ არის, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ყველაზე ჩემთვის ღირებული მუსიკა არის სწორედ იქ ჩაწერილი და მე ამ ადამიანისთვის მხოლოდ მადლობის თქმა მინდა ყოველთვის, როდესაც მახსენდება ეს ადამიანი. იქ რაღაც კონფლიქტი და რაღაც გაუგებრობა არ ყოფილა, უბრალოდ ის ეტაპი დასრულდა ჩემი მუშაობის. მასაც იმიტომ ხომ არ დაშორდი, რომ რაღაცა ის საკუთარი ლევანი არასდროს არ ერეოდა, უბრალოდ ლევანის აღარ ეცალა ჩემთვის და ლევანის სტუდია იმდენად გადაიტვირთა იმ პერიოდში ეგ სტუდია არ იყო პოპულარული, როდესაც მე დავიწყე მათთან მუშაობა. აქ პირველად მე არ გავიცანი, უფრო ადრე ვიცნობდი კოტე ნონიკოვს, რომელიც ეხლა სტუდია მაესტროს ყველაზე წარმატებული ხმის რეჟისორია საქართველოში. მე კოტესთან, ესე იგი, მე ვიყავით 11 წლის და კოტე 13-ის, როდესაც ჩვენ ერთმანეთი გავიცანით და მას შემდეგ ჩვენ თანამშრომლობთ. უბრალოდ კოტეც წამოვიდა შემდეგ ლევანისგან. თან ის მომენტი იყო, რომ უკვე ნამდვილად აღარ ეცალათ ჩემთვის ეს მთელი ქართული შოუ ბიზნესი გაკეთდა იქ, ჩემს მერე. მე კომერციას დაუბრუნდები და მაინტერესებს დღეს თუ, აი მაშინ არ იყავი, შემოქმედებით აწვებოდი და ეხლა კომერციული ხარ? ეხლა სიმართლე გითხრა, არც არაფერი არ მაქვს გაკეთებული, თუმცა როდესაც მე იმის შემდეგ რაც მამულიჩასთან აღარ ხარ, აი პერიოდს არაფერი არ არის ჩემი გამოსული მამულიჩას შემდეგ, სამწუხაროდ, იმიტომ რომ გამოვიდა გავაკეთეთ არტპრომი და მე არ მეცალა რომ გამეკეთებინა რაღაც სიმღერები. თუმცა ეხლა მე ჩავწერ რამოდენიმე სიმღერა, რომელშიც არის ეს კომერციის ელემენტები მაინც. და არტპრომი იმიტომ ხომ არ წამოვიდა არტპრომის ისა, ანუ შენს შემოქმედებაში კი არ შეაქვს დირექტივები, არამედ შენ შეგაქვს, ანუ შენ არ გიყვარს, ოდესაც შენს ზემოთ არის უფროსი, ანუ რაღაცა. არა, მე ამ უფროსობის პრობლემა არ მაქვს. ყოველთვის ვიღაც ყავს, მასე პრეზიდენტი ყავს თლად უფროსი. ამის პრობლემა არ მაქვს. უბრალოდ საქმე იმაშია, რომ მე რაღაცებში ძალიან ჯიუტი ვარ და ეს ჩემი ბრალიც არის პრინციპში. გასაგებია. შემდეგი შეკითხვა. ნათია დგებოძე გაზეთი ახალი ვერსია. სწორად, აი, მე რამდენად ვიცი, ლევანთან ერთად ალბომი რო კეთდებოდა, მათ ფინანსური პრობლემები შეგექნა და მხოლოდ ამიტომ არ გამოვიდა ეს ალბომი, არა? არა, საქმე იმაში იყო, რადგან ლევანიმ ვერ მოაბა თავი და საავტორო უფლებები ეკუთვნოდა ლევანს. და მან არ გამოუშვა და მეც რაღაც ძალიან ეხლა განვიცდი, რომ თავის დროზე არ გამოვიდა, იმიტომ რომ საკმაოდ ისეთი ეხლა შეიძლება ისე ძალიან ჟღერს, რომ ძალიან ხმამაღლა, მაგრამ ძალიან სერიოზული ნამუშევარი იყო, როგორც კოტესი, ასევე ჩემი.
ასევე ლევანისი და პრინციპში ეს ალბომი უნდა გამოსულიყო და სამწუხაროდ არ გამოვიდა ეს ფინანსურ პრობლემებთან არ იყო დაკავშირებული. მაგრამ მე არ ქონია მცდელობა რა რაღაცნაირად არ კახასთან ეხლაც მაქვს, მაგრამ ეხლა როდესაც უსმენ მე ჩემი ნამღერი არ მომწონს და იმიტომ არ ვაქტიურობ. მე რამდენად ვიცი კახასთან თქვენ გქონდათ რაღაც ფინანსური უთანხმოება, ანუ რაღაცა ჩვენ ვერ უთანხმდებოდი, არენდობოდი ბოლომდე. მამულიჩას არა, ნდობის მომენტი, მამულიჩას სხვათა შორის ყველა ენდობა, იმიტომ რომ მამულიჩა ძალიან ხო, მე ვიცი რომ მამულიჩა არის ძალიან ჩესნი ადამიანი და ამიტომ ეს უნდობლობის მომენტი მე არასდროს არ მქონია მამულიჩას მიმართ. ხო, ეს ფაქტორი არანაირად მე უბრალოდ აი ჩემი სიჯიუტის გამე შევინარჩუნე მეგობრობა და იმიტომ გადავდგე ეს ნაბიჯი რომ ჩვენ ერთად საქმიანად არ ყოფილიყავით. დღემდე გვაქვს ყოველდღიური ურთიერთობა, გუშინაც იყო, გუშინ წინაც და ასე შემდეგ. მაგრამ არის საქმიანი. ეხლა რაც შეეხება არტპრომს, ფაქტობრივად თქვენ გააკეთეთ ერთი პროექტი, მაგრამ მე არაფერი არავის არ ახსოვს. არტპრომიც დაიხურა, ქეთი წავიდა, შემცვლელიც არტპრომი არ დახულა, ბრენდი 4 გოგო დაიხურა, შემცვლელი ძებნა დაიწყეთ, მაგრამ შემდეგ გადაიფიქეთ. რატო? საქმე იმაშია, როდესაც ჩვენ შევკრიბეთ ეს გოგოები, ნუ ამას ძალიან ბევრი ვილაპარაკეთ ჩვენ უკვე. ეს იყო კომპანიის პირველი გახსნის, ესე იგი, მომენტი, როდესაც ჩვენ გახსნილად გამოვაცხადეთ ჩვენი თავები და გავაკეთეთ ეს პირველი პროექტი. რაც შეეხება იმას, ჩვენ პრინციპში ეს გვინდოდა რომ ყოფილიყო ერთჯერადი პროექტი, მაგრამ უკვე ძალიან ბევრი სპონსორი დაინტერესდა, ძალიან საინტერესო გამოვიდა სხვათა შორის. ეს იყო აქ არა მარტო შემოქმედებითი იდეები იყო, ეს იყო მთლიანად აქ პროდიუსერული ჩართვაც იყო, იქ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ნიუანსიც, თუნდაც კლიპის ახალი ფორმა, თუნდაც ის რომ დაუშვათ ლაილაის სეგმენტზე იყო გათვლილი ის მომენტები, რომ დაუშვათ ლაილაის მომხმარებლები არიან თინეიჯერები და სწორედ ეს გოგოები შევხამეთ და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი ნიუანსი იყო. ხო და რაც შეეხება მათ დაშლას, საქმე იმაშია, რომ ქეთა ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი იყო, ისევე როგორც 4-ვე მათგანი და ჩვენ უბრალოდ ფიზიკურად ვერ ნახეთ მეოთხე გოგო შემცვლდა, რადგან ბრენდი იყო 4 გოგო, ჩვენ აღარ დავიწყეთ 3 და 2-ის გაკეთება და ამიტომ შევეშვით ამ პროექტს, თუმცა ძალიან საინტერესო პროექტებს ვამზადებთ, თქო მართლა საინტერესო პროექტებს, რომელიც ძალიან მალე გამოჩნდება ჩვენი სტუდიის სახელით. გასაგებია, დიდი მადლობა. შემდეგი შეკითხვა ხატია. მოგესალმებით, საღამოშვიდობის ხატია შემოგია რადიო ფორტუნა. ისევ არტპრომს დაუბრუნდები. თქვენ გაკეთეთ შენ და კახუჩალომ საპროდიუსერო ცენტრი, ხო? ხოლმე მე და კახუჩალა, მაგრამ ნუ კიდევ ორმა ადამიანმა. ხო. ეს არის ალექსანდრე გოცირიძე და ზაქრო ზალიკაშვილი. სტეფანე, შენ აღნიშნე რომ რაც გაიხსნა არტპრომი, ხარ დაკავებული უფრო სხვა საქმიანობიდან, საკუთარი შემოქმედებისთვის იმდენად არ გცალია. ეს გააკეთე რატომ? იმიტომ რომ შენ თვლი რომ უკვე იმდენს მიაღწიე ქართულ შოუ-ბიზნესში და იმდენად ამოწურე შენი თავი, რომ უკვე სხვების გაპოპულარიზება. არა, ნამდვილად ეს ჩემი თავის ამოწურვა კი არა, ეს არის 20% იმისა, თუ რაც ჩემი შემოქმედებიდან ხალხმა იცის. ნამდვილად მე არ მაქვს ამოწურული ჩემი თავი, უბრალოდ ძალიან ჩავერთე და ძალიან ჩამithრია ამ საქმიანობამ, სხვა ადამიანების კეთება საკმაოდ საინტერესოა, შემოქმედებითი მხარიდანაც რომ გადავხედოთ, ძალიან საინტერესოა, როდესაც და ვთქვათ აი ის დრო, რასაც სხვა ადამიანების პრომოუშენს უთმობ, რომ დაუთმო საკუთარ თავს. მე მეტნაკლებად მოვახერხე და ეხა 3 სიმღერა ჩავწერე და ვაპირებ კიდე 4 მაქვს ჩასაწერი და ნუ აი ესე. გეგმაში მაქვს რომ გამოუშვა ალბომი. კიდევ ერთი კითხვა მაქვს, თუ შეიძლება. შენ აღნიშნე რომ მე ვაწვებოდი უფრო შემოქმედებასო, მამული ჩაწვებოდა უფრო კომერციულსო და ნუ ცოტა უთანხმოება ამის შედეგად. და ხომ არ ფიქრობ რომ სწორედ ამ კონფლიქტის შედეგი იყო, თქვათ ის არა პერიანშლაგი, რომელიც ჩვენს სოლო კონცერტს ხვდა წილად, შენ იყავი იმ დროს, როგორც ეხლა ყველაზე გემოვნებიანი შემსრულებელი, ყველასთვის საყვარელი შემსრულებელი და სრულიად მოულოდნელად დარბაზი არ იყო ისეთი სავსე, როგორცაც შენ იმსახურებდი. ხომ არ ფიქრობ იმიტომაც რომ შენ არ გინდოდა კომერციული მუსიკის ვერ გავიგე შეკითხვა ბოლომდე. აი, მამულიჩას გაკეთებული კონცერტი, ხო, ლელას კონცერტი იყო პერიანშლაგით ჩატარებული. გასაგებია. ნუ ლელა ისედაც პერიანშლაგია თვითონ, იმიტომ რომ ლელაზე საკმაოდ დიდი მოთხოვნა არის სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებში. ვერ ვიტყოდი რომ შენზე არ არის მოთხოვნა. ვერც მე ვერ ვიტყოდი, მაგრამ იმდენად მაინც არა, იმიტომ რომ მე გეუბნები, მე თუ გარკვეული რაღაცა ასაკის ადამიანები მისმენან გარკვეული მუსიკალური მიმდინარეობის მოყვარულები, ესე ზოგადად მე არ მე ვიცი რომ ლელა ძალიან ბევრს სხვადასხვა ტიპის ადამიანს მოწონს. საქმე იმაშია რომ ლელა უფრო კომერციული მომღერალი, ახლა ფაქტია ეს და რაც შეეხება იმ კონცერტს, შეიძლება ამანაც განაპირობა იმ მომენტში რაღაც მომენტში, მაგრამ
ეს მაინც არ ითვლება, რომ სოლო კონცერტის გამო ჩვენ ერთად არ თანამშრომლობთ უკვე. აი შენ რას აბრალებ ამ სოლო კონცერტის? მე წარუმატებას მაინც ვერ უწოდებ. პერიოდს ვაბრალებ და არასწორ PR-ს უფრო. მაგრამ მამულიჩას არა. ჩემ თავსაც, იმიტომ რომ მე ბევრ რაღაცაში, მე როდესაც მამულიჩა სხვათა შორის, მე მაშინ ძალიან პოპულარული ვიყავი, როდესაც ლელას კონცერტი გაკეთდა და სწორედ მაშინ თხოვდა მე მამულიჩა რომ ყოფილიყო ჩემი კონცერტი და ისიც მომზადებული იყო მაშინ, მაგრამ მე არ მოვინდომე. აი ჩემი CGUT-ის და მაშინ უფრო პატარა ვიყავი და გამოცდილება ძალიან ცოტა მქონდა, თუმცა ეგ კონცერტი რო გაკეთებულიყო ჩემი ძალიან წარმატებული იქნებოდა, მე ესე ვთვლი, იმიტომ რომ მაშინ უფრო გახურებული იყო ამ ჩემი სიმღერების მოსმენის პერიოდი იყო თუ რა იყო, არ ვიცი და შემდგომ მე ალბათ დავიგვიანე და იმიტომ არ მოვიდა იმდენი ხალხი, თუმცა რამდენი ადამიანიც იყო, მე უკმაყოფილო არ ვარ, იმიტომ რომ იმ პერიოდში შენ ძალიან კარგად იცი, რომ ჩატარდა ძალიან ბევრი სოლო კონცერტი, სადაც გაცილებით ნაკლები ხალხი მოვიდა. ეს იყო შემოქმედებითად იყო ძალიან მაღალი დონის. ნუ არ ვიცი. და კიდევ ერთ კითხვას დავსვამ, შენ ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნეთ, შენ საკახუჩელომაც არტპრომში ვერ ჩაწერს ყველა სიმღერას და ეს რას ნიშნავს? ყველაზე არ არის ადამიანი ვერ ჩაწერს ის ადამიანი, ვისაც ჩვენ რაღაც ფიშკას არ მოუნახავთ, ძალიან დიდი ბოდიში აი ჟარგონების უბრალოდ იმიწუს ვერ პოულობს სიტყვას, აი რაღაც ფიშკა აუცილებლად უნდა კონდეს. ეს არ არის აუცილებელი რომ კონდეს უზარმაზარი დიაპაზონი ან რაღაცა ფენომენალური მონაცემები, მაგრამ ფიშკა რა რომ უკან შემოიტანოს კომპანიაში ფული. არა, შეიძლება თვითონ მოვიდეს და ფული გადაიხადოს, უბრალოდ მას უნდა უღირდეს არტპრომში მოსვლა, რომ რაღაც ჩვენ არ გვაქვს პრეტენზია რომ ვაკეთებთ ყველაზე კარგად, ჩვენ გვაქვს პრეტენზია რომ ვაკეთებთ განსხვავებულს, ამისთვის ძალიან დიდ დროს უთმობთ ამას, სწორედ ამიტომ ვერ უთმობთ ჩემ თავს ამდენ დროს და მაქსიმალურად ვცდილობთ რომ პროდუქტი იყოს განსხვავებული. მადლობა. გასაგებად, დიდი მადლობა. საუბარს რამდენიმე წუთში გავაგრძელებთ, ჩვენს გადაცემაში რეკლამის დროა. ეთერშია ток-შოუ პრესპრესი და ჩვენ დღევანდელი სტუმარია მომღერალი სტეფანე. განვაგრძელოთ შეწყვეტილი საუბარი ლიზა დასვამ შემდეგ შეკითხვას. ლიზა ინტერნეტ რადიო სანეტი. სტეფანე. ჩემი კომპლიმენტები შენ, მაგრამ დღეს პრესპრესია და მე რამდენადაც მახსოვს ლიზამ წინასწარ ბოდიში მოუხადა სტეფანეს, რომ დღეს ვერ გაგპრესავოთ, ახლა რა შეესაბამება? მოვიტყუე. არა, მოიტყუე. ხوار დაიჯერეთ ეს. მოადუნა სტეფანეს ყურადღება და ახლა დაიწყო. შენი დოსიედან შევიტყვეთ, რომ თურმე ექსტრავაგანტული მომღერლის წოდება მიგიღია სტეფანე. აბსოლუტურად შენთვის გაუგებარია, იმიტომ რომ არ მისმის რა არის შენში ექსტრავაგანტული, ვერაფერი ექსტრავაგანტული შენში ვერ დავინახე, ვერც ეხლა და ვერც ადრე. სუბიექტური აზრია, თუმცა ხო და მაინტერესებს რომ შენ ახსნა რა არის შენში ექსტრავაგანტული. რითი გამოირჩევი სხვებისგან, ან შეიძლება შენი სამოსით, ან ქცევით, ან სიმღერებით. მაინტერესებს შენი აზრი ეს ერთი და მეორედ კიდე ალბათ მე უფრო ორეულების კონკურსზე მოგცემდი გამარჯვებას, იმიტომ ვთვლი რომ შენ ჯორჯ მაიკლის კოპირებას აკეთებ, შენ იცი შენ ჩემი ეს მოსაზრება და რატომღაც ძალიან გწყინს, თუმცა ეს არ არის ჩემი მოსაზრება. არა, მე შენ ვერ ერკვევი საკმარისად მუსიკაში და არა, მე საკმარისად ვერ ყვევი მუსიკაში, ძალიან კარგად ვიცი. უყურებ ხოლმე გადაცემებს და ძალიან ხშირად არაკომპეტენტური ხარ, როდესაც შენ ხარ ეთერში. მე სულ მეშლება ნერვები, როდესაც შენ გიყურებ და მინდა ეთერში დავრეკო და შენი არაკომპეტენტურობა. მოგიშალო სტეფანე, მაგრამ დღეს შენ ხარ ჩვენი არა, გასაგებია ჩემო. და ამიტომ ჩვენ მოდი შენზე ვისაუბროთ. მოდი მე შენ გეტყვი, რომ ჯერეთი ექსტრავაგანტული ეს რაღაცა ძალიან კარგად იცი რა ერთ-ერთმა ქართულმა ჟურნალმა დამაჯილდოვა და მე არ ვიცი თუ რა ნახეს ეს თურმე რაღაც ხალხის გამოკითხვით. მე ჩემში ვერ ვხედავ რომ ვარ ძალიან ექსტრავაგანტული. ანუ ამაში კომპეტენტური ვარ ამ საკითხში. თუმცა სტილისტურად მაინც მაქვს ჩემი ხაზი, რითიც შეიძლება ყოველთვის რომ ამომიცნო. ეს ერთი რაც შენ მე მკითხე. მეორე რაც შეეხება ჯორჯ მაიკლს, ნამდვილად ვერ ვხედავ მე ჩემსა და ჯორჯ მაიკლს შორის, თუმცა ეს შეიძლება კომპლიმენტათაც კი ჩაითვალოს, იმიტომ რომ ის არის დიდი მუსიკოსი. ჩემზე უფრო დიდი გავლენა პრინცს უფრო მეტი აქვს და მაიკლ ფრენკს, შენ თუ ძალიან კარგად ერკვევი მუსიკაში, ვიდრე ჯორჯ მაიკლს. ეს იმას არ ნიშნავს, თუ მე ერთ სიმღერაში, რომელიც მე მაესტროს საახალწლო სიმღერაში ძალიან კარგად მივამსგავსე ხმა და ვიმღერე და იმის მერე უბრალოდ ეს იყო შენნაირი ადამიანებისთვის გათვლილი რომ ასოციაცია დაგბადებოდა
ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე ჯორჯ მაიკლთან შეიძლება გამაგიგივო. არა მხოლოდ ამ სიმღერაზეა საუბარი, გასაგებია, მე ვიცი შენ ერთხელ თქვი, რომ დიდხანს გელოდის ვერსია ძალიან გავს. აი თვითონ კლიპიც, ხო. კლიპიც, როდის გინახია შენ ჯორჯ მაიკლი ეგეთ ამპლუაში მე არ მინახავს მაგალითად. აი იგივე. მე უბრალოდ ვთვლი, რომ ის კლიპი ერთხელ სხვათა შორის აი ამ გადაცემაში აღნიშნეს, რომ ეგარ ყველაზე საშინელი კლიპი, რაც კი საქართველოში გადაღებულა. მე ვთვლი, რომ იმ სიმღერასთან შეფარდებით ეს საკმაოდ დაცულია სტილში. ჩემ მეგობრის ნესტან სინჯიკაშვილის გადაღებული კლიპი, რომელიც მე პირადად მომწონს. არ ვიცი, შენ ძალიან სუბიექტური აზრი გაქვს, ეს არ არის. რომ მე ამ კლიპზე მე სხვათა შორის კლიპს არ ვაფასებ, მომწონს თუ არ მომწონს. მსგავსება იყო შენი ვიზუალური, მე ვიზუალურად მაკიაჟი, კოსტუმი და ასე შემდეგ. მაკიაჟი არის მაკაკილაძის საშემსრულებლო მანერა, კიდევ სტეფანე, ეს არ არის მხოლოდ ჩემი აზრი, მე ვიცი რომ აქ დამსწრე ჟურნალისტებსაც ძალიან ბევრს ეგეთი მოსაზრება აქვს და საერთოდ საზოგადოებასაც რომ სტეფანეს აქვს, შეიძლება ის შენი კუმირი იყოს, არ ვიცი. არ არის, ნამდვილად არ არის. მე ძალიან გულწრფელი ადამიანი ვარ და საერთოდ ცხოვრებაში ესეთი სტილი მაქვს, რომ არაფერი არ ვმალო. მე გეუბნები, მე პრინცის დიდი ფანი ვარ, აი ყოველთვის ვუსმენ პრინცს და ჯორჯ მაიკლის მოსმენა ყოველთვის არ შემიძლია. ყოველთვის, როდესაც ის უშვებს ახალ სიმღერას, მე ის მომწონს. თუმცა გავლენა უფრო დიდი ჩემზე აქვს მაიკლ ფრენკს, ელჯეროს მე არ მაქვს ელემენტები სიმღერებში ელჯეროს, თუმცა მაიკლ ფრენკის რაღაც გავლენა იგრძნობა და ამას მუსიკოსები იგრძნობენ, იმიტომ აღნიშნე მე შეურაცხყოფ არ. იცი რა არის, აი ესეთი მომენტიც მინდა აღვნიშნო. შენ ეს რაღაც ძალიან მახსოვს რომ გეწყინა ეს რატომ ადარებენ ჯორჯ მაიკლს. თუმცა თუ მოусმენ მე სიმღერა მქონდა განთავსებული, ანუ ვერსია ჯორჯ მაიკლის და შენის და მართლაც და ორივე სიმღერა რომ მოგესმინა მსგავსება იქნებოდა. არა, ამაზე არ არის ახლა საუბარი. მუსიკოსებმა გააკეთეს ვერსია, მე მქონდა ამის იდეა გესმის რომ ყოფილიყო ტრადიციულ ჯაზში ეს სიმღერა რომელიც განსხვავდება ორიგინალისგან ხო სახის სიმღერისგან განსხვავდება ეს ვერსია და აქ უკრავენ ძალიან დიდი მუსიკოსები რომლებმაც იმპროვიზირებულად და ბუნებრივად ჩაწერეს. ეს არის თათუზა ყურაშვილი ფანტასტიკური კონტრაბასისტი რომელიც მსოფლიოში აღიარებული კონტრაბასისტია და ასე შემდეგ გია სალაღიშვილი დრამერი ანდრეი იყო ესეთი ბიჭი რომელიც კლავიშებზე უკრავდა და ასე შემდეგ. სწორედ ამ სიმღერაზე მინდა არ მინდა მის შევაფასო მისი მუსიკალური მხარე, უბრალოდ ამ სიმღერას მინდა შევეხო, დიდხანს გელოდი, ხო? ეს სახეს ნაწარმოები იყო გარემო და შენ განაცხადე, რომ ეს არის შესრულებული კლასიკური ჯაზის ტრადიციული ჟანრის, აი ხა მე ესე მახსოვს, რომ მაშინ ესე მითხარი. და მაინტერესებს თუ ის არის კლასიკური ჟანრი, რასაც შენ ასრულებ, ტრადიციული ჯაზი ნუ დაიბნები ახლა ის ტრადიციული თუ კლასიკური ტრადიციული ჯაზი. ეს ჟურნალისტმა ამის განსხვავება და საერთოდ ეს სიტყვები რას ნიშნავს სტეფანი ძალიან კარგად ვიცი და მაშინ ესეთი რაღაც მაინტერესებს თუ შენი კუმირები არიან როგორც ჩვენ გვითხარი ინტერვიუში რადიოსანაც ინტერვიუში ვთხარი რომ შენი კუმირები არიან მანჰეტენ ტრანსფერ მაიკლ ფრენკი და ელჯერო მაშინ მე მაინტერესებს რატო აირჩიე შენ აი ეს სიმღერა სახის სიმღერა, ნუ თუ უკეთესი ნაწარმოები არ მოიძებნა. მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ საინტერესო გავაკეთე, მოდი შევეშვათ ამ სიმღერას, იმიტომ რომ ძალიან არა, შენ შემოქმედებაზე ვსაუბრობ. რატო ამ სიმღერაზე ძალიან კარგი სიმღერა. რა პრინციპში სახისგან არაფერი არ იყო, იქ ჰარმონია და მელოდია, სწორედ მაგას გეუბნები. სიტყვები არაფერ შუაში არ არის, ჩემო კარგო, მაგას გეუბნები, რომ ეთყობა მუსიკაში შენ ძალიან კარგად არ უყვევი და არც არის შენი საქმე, რომ მუსიკაში არ უყვევდე, იმიტომ რომ მელოდია, ჰარმონია და ტექსტი არის შენარჩუნებული და ეს ნიშნავს იმას, რომ სიმღერა არის შენარჩუნებული და ფორმა არის დაცული. აკორდებიც კი არის იგივე. უბრალოდ შენი დმც გესმის შენ ენაზე აგიხსნი და აქ არის ტრადიციული ჯაზი. იგივე ფორმა შენ შეგეძლო გაკეთებია ჟუჟუნა წიმა მოვიდა, ხო? აი გასაგებია, როგორც ქათამაძემ გააკეთა ფანტასტიურად, ხო? სულიკო გააკეთა ფანტასტიურად. ის მისი ინტერპრეტაცია. მე სიმღერა ესე დავინახე და ძალიან გთხოვ ნუ გამსჭი იმის გამო, რომ ეს სიმღერა გავაკეთე ტრადიციულ ჯაზს. სახე სიმღერა თუ კი შენ ჯაზის სახე იყო ფანტასტიკური ჯგუფი, მან თავისი წვლილი შეიტანა ქართული თანამედროვე მუსიკის განვითარებაში და აი ამ სიმღერის კიდე უფრო წინ წამოწევა მინდა და ანუ მეტი ღირსეული ნაწარმოები შენ უბრალოდ ვერ იცი რა არის, მეტ ღირსეულზე არ არის, მაშინ რომ ამერჩია ჟუჟნაწვიმა იმაზე რატო ის შენ რატო ქვია ამ შეკითხვაზე შეიძლება ისეთი პასუხი გავცეთ უკაცრავად. ნანა წეგან საუბრობდი ზუსტად, როცა რაღაც შეკითხვა არ მოგწონს, შეგიძლია უპასუხო, მე ასე ვფიქრობ და ხო, მაგრამ მე შემიძლია ელემენტარულად გითხრა თუ რატო ქვია შენ ლიზა და არა, გესმის რა ხდება?
მე არ ვამბობ მომწონს, არ მომწონს, უბრალოდ მაინტერესებს იცი თუ არა შენ ის რეაქცია, რაც მე როგორც ვიცი, დათო ფორჩხიძეს ეს სიმღერა არ მოეწონა შემდეგ. დათო ფორჩხიძე ტიპია ესეთი. თუმცა თავიდან უკაცრავად ერთი არ მოწონს, გესმის რა ხდება და ეხლა დათო ფორჩხიძე მაგალითად ხო მაინც და მაინც ყოველთვის მე გამომყოფს ხოლმე თუნდაც ინტერვიუში და ეს უნდა მეტყვი ანუ მანამდე მაშინ როდესაც შენ მოგცა ეს სიმღერა თან ვიცი რომ ასეთი ფრაზაც კი თქვა რატომაც არ მიმეცა როდესაც კარგად იხდიანო მე არ გადამიხდი ხო ნუ მე ინტერვიუში ასეთი ფრაზა თქვა და თან შეგაქო კიდეც თუმცა შემდეგ ისიც განაცხადა რომ ეს სიმღერა არ მოეწონა, ნუ არ გამოვიდა ისე. ძალიან ბევრმა სხვათა შორის მუსიკოსმა აღნიშნა ჩემს გარდა, რომ არ ვიცოდით თუ ეს სიმღერა ესეთი კარგი. მე თუ მკითხავ სტეფანეს ვარიანტი ჯობია პრინციპში ძველ ვარიანტს, ხო. ამიტომ ამ სიმღერაზე ამოვწოროთ ახლა საუბარი და ვინი შემდეგ ის. დათო ფორჩხიძე ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ძალიან კრიტიკულია იმდენადაც მე მგონი ელჯეროზე კრიტიკულია, ამიტომ მე კი არა და შეიძლება ძალიან ბევრი არ მოეწონა. ძალიან დიდი მადლობა ვინი შემდეგ. ვინი მოგესალმებით ყველას ტელეკომპანიამზე ანონსების ჯგუფი. ამ სიმღერაზე მხოლოდ ერთ ფრაზას ვიტყვი რომ ალბათ არ უნანია სტეფანის და თვითონ სახესა აქვს ამ სიმღერაში გავლენა, იმიტომ რომ აქ არის სოლო რომელიც თავის დროზე აქვს შესრულებული კარლოს სანტანის. კარგი, მოდი, დათო ფორჩხიძე რო გვეყოლება სტუმრად ეს სიმღერა მე რეკავ. ამიტომ ეს ქართული არ არის. და აქედან გავდივარ. ქართულზე არ არის, უბრალოდ მე ამ სიმღერის აი ამ ვარიანტში მინდოდა ისევე როგორც ძალიან დაუშვათ დაიტანა თბილისმა ეს სიმღერა გაუგებარია. მე ერთი მინდა დაგეთანხმო სტეფანე იმაში რომ შენ თქვი რომ ადრე უფრო შემოქმედებითი ვიყავი, მე უფრო კომერციული. მე გირჩევ რომ მაინც უფრო დაუბრუნდე იმ შემოქმედებიც, რომელიც ადრე იყავი პირველ ალბომს. რატომ? იმიტომ რომ მე მაქვს შენი ნამღერი მოსმენილი ჯეოპოპში და სხვადასხვა ადგილებში, ცოცხალი ნამღერი და მე ჯგუფიც მყავდა ერთი პერიოდი და ორი კონცერტი მაქვს ცოცხალ ჯგუფთან ერთად ჩატარებული ძალიან ბევრი არის. მოსმენილი მაქვს შენი ინტერპრეტაციები და თვითონ შენი ვოკალური მონაცემები და მე ალბათ კომერციამ დაგუყა. ამ დარგით რომ შემოქმედებას მოაკლდი და იქნებ მენეჯერობაზე თქვა უარი, იმიტომ რომ როგორც გავარკვიეთ არტპრომზე ვარ ისე პროექტი პირველი პროექტი აღმოჩნდა წარუმატებელი შენ როგორ ფიქრობ? წარუმატებულს ვერ ვიტყოდი, იმიტომ რომ პროექტი 4 გოგო ყველა მიცის და ეს უკვე წარმატება, იმიტომ რომ ეს არ არის მათი კონკრეტული სახეების ეს არის ჩვენი ნამუშევარი და მე ვფიქრობ, იქ არის ყველაფერი ძალიან კარგად. იციან მხოლოდ და მხოლოდ მაესტროს ეთერით ექსკლუზივი და დანარჩენ არხებზე რეკლამის სახით. მე მაინტერესებს, ხო არ ყოფილა ანტიმონოპოლიური სამსახურიდან პრობლემები? არანაირად არ ყოფილა, ჩვენ ვმუშაობთ ძალიან კარგად. მე რეკლამაზე არ კლიპთან დაკავშირებით. ჩვენ მივედით ანტიმონოპოლიურში, ყველა არხის სიამოვნებით დაატრიალებს, უბრალოდ ჩვენ გვაქვს მაესტროსთან ჩვენი ურთიერთობა, მეგობრული და საქმიანი, სადაც ყოველთვის ექსკლუზივი გადის მაესტროს ეთერით. რაც შეეხება ანტიმონოპოლიურს, ჩვენ ვიყავით ანტიმონოპოლიურში. იქ არის ამოშლილი. თვითონ მიხვედით და ისინი არ ჩვენ თვითონ მივედით, როგორც ყველა ნორმალურმა ადამიანმა უნდა გააკეთოს, თუმცა ანტიმონოპოლიურს ძალიან ბევრი კლიპიც ეპარება სხვათა შორის, მაგრამ მე ამაზე არ დავიწყებ ახლა ლაპარაკს თუ როგორ ტელევიზია. რაც შეეხება ანტიმონოპოლიურს, ჩვენ მივედით, გამოვიტარეთ იქიდან ცნობა, რომ ეს კლიპი რეკლამა არ არის, იმიტომ რომ არც ერთი აქსესუარი და ასე ვთქვათ, საპრომოუშენო ნივთი ამ კლიპში არ აღინიშნება. თუ კარგად შევხედავთ, ეს არის უბრალოდ ესეთი რაღაცა თუმცა მორალური ასოციაცია. რამოდენიმე ადგილას ჩანს, თუმცა ფოკუსის გარეთ, მაგრამ ბილბორდი ჩანს. ფოკუსის გარეთ არ ითვლება, იმიტომ რომ ვერ აღიქვავ რა. ყოველ შემთხვევაში იქ რაღაც ყოველ შემთხვევაში რო არ იცოდე რა წერია, ვერ მიხვდები. არა, გასაგებია, მაგრამ პაკადრამ გვაქვს დაშლილი და ნანახი აბსოლუტურად ყველა კადრი. ის როდესაც ბოლოში ჩდება ბილბორდი, იმდენად დიდი ბლარი ადევს იმას, რომ ვერ ამოიკითხავი. მაშინ იქ სხვა რეკლამებიც არის და იმის რეკლამათაც შეიძლება ჩაიტაროს. უბრალოდ ეს სწორედაც მარკეტინგული ძალიან ზუსტი გათვლა იყო, აი სწორედ თუნდაც მაგიტომ არის წარმატებული ეს პროექტი, რომ აი რეკლამის შემდეგ, როდესაც ეს კლიპი გადის ეთერში, შეიძლება ყველას გაუჩნდეს ლაილაის ასოციაცია. ამიტომ ეს პროექტი წარუმატებელი ვერ არის, ვერც ერთ შემთხვევაში. არ დაბლოკილა, შემდეგ გადიოდა იმედის არხით, გავიდა, იმიტომ რომ ანტიმონოპოლიურისგან გვაქვს ჩვენ ცნობა, მაგრამ იმიტომ რომ მაესტრო არ იყო მაშინ ეთერში, ერთხელ გავიდა მხოლოდ და მერე ჩვენი ურთიერთობა მაესტროსთან და მხოლოდ გადის ამ არხზე ისევე როგორც სხვა კლიპები, ხო? გადის მხოლოდ ამ არხზე, ამონაშვილის კლიპი და კიდე ბევრის. სტეფანე ჩარკვიანის ყველას კლიპი გადის მარტო მაესტროს არხზე. რა მაინტერესებს ახლა? აი 4 გოგო პროექტი 4 გოგო. თუ გქონდათ
ანუ თვითონ ამ მოთხრობა გოგომ გადაიხადა თანხა ამ პროექტში მონაწილეობის თუ პირიქით? პირიქით ძალიან დიდი თანხა დაგვიჯდა ჩვენ ეს. გოგოების პირადად გოგოების და აი ეს მარტო კლიპისთვის თუ რეკლამაშიც მიეცით გადავხადეთ ფული. არა, საქმე იმაშია, რომ ჩვენ კომპანიას რადგან ეს პროექტი არ გაგრძელდა, იმიტომ რომ ქეთას სტუდიო მოხდა და ჩვენ ძალიან გაგვიხარდა და ამაზე ნუ ვერანაირად ჩვენ უკვე უნდა გავგვეფორმებინა კონტრაქტი, როდესაც მოხდა ამ სტუდიოს მომენტი, რაზეც ჩვენ სიამოვნებით დავთანხმდით, რომ ქეთა წასულიყო სტუდიოში. და რაც შეეხება იმას, ხო და ჩვენ მქონდა გათვალისწინებული მთელი წლის დაგეგმარება ფინანსური და იქიდან გამომდინარე ველოდებოდით შემოსავალს. ჯერჯერობით ხო რაც თანხა ჯერ არ არის არა აქვს აღებული თანხა, იმიტომ რომ ეს ჩვენი კომპანიიდანაც დაიდო ფული, იმიტომ რომ ძალიან სერიოზული თანხები დაჯდა ამ ყველაფრის გაკეთება. და ბოლოს თუ იყო მეოთხე გოგოს კანდიდატურაში თიკო სადუნიშვილი. კი, იყო, იმიტომ რომ ყველაზე ესეთი მომენტი, რომ აი ამ ფორმატში ჩამჯდარიყო, ეს იყო ერთადერთი თიკო სადუნიშვილი, რომელიც ჩვენ ყველას ძალიან მოგწონს. გოგოებსაც და ყველას და თიკო არის ჩვენი მეგობარი. საქმე იმაში აქ უკვე იყო ვოკალურ მომენტზე, ნუ მოგეხსენებათ თიკო არ არის მომღერალი და ამიტომ დავიხიეთ უკან. გასაგებია, დიდი მადლობა საშა. სამომშვიდობისა, სტეფანე, საშა კაცმანი, რადიო პროდიუსერი. მე მინდა ვთქვა პატარა 10 წამიანი შესავალი გავაკეთე რეჟისორისთვის ვიძახი. ყოველთვის მახსენდები ორ რაღაცაზე. პირველ როცა ვანაში ვწვევი და მეორე როცა მზეზე ვჭამ შოკოლადს. ანუ რაღაც ერთი უარყოფითი ასოციაცია, მეორე დადებითი. მე მაგ შენთან ესეთი კითხვა. აი ეს ნაწამების სახე ყოველთვის მახსოვს, ხო ხტები ვანას. ხო, მეც სხვათა შორის. როდესაც არის კლიპი არ არსებობს, ხო მე უყურო. მე მინდა ერთი რამოდენიმე კითხვა მაგ შენთან, მოკლე. პირველი, პროექტი 4 გოგო დაუბრუნდები, 4 go უფრო დამამახსოვრდა. ხო, ან ხო, 4 go ვიდრე 4 გოგო პირობითად მე დარწმუნებული რომ შიდა სამსახურეობრივ შიგნით ალბათ ეგრეც ეძახოდით ამ პროექტს. ნუ კი, ბევრი გათქვა იყო, ის რაღაც პატარა ლესბო მომენტებისაც სახეები გჭირდებოდათ, ხო? ნუ პირობითად ვიზახი. რა არის მან ლესბოს? არა, მე ლესბოს ცუდს არ გულისხმობ ამ შემთხვევაში, ხო? ნუ ზოგადად შეიძლება ხო, არანაირად ესთეტიურად დადებიც გულისხმობ და არანაირად უარყოფით, ხო? ანუ გჭირდებოდათ ისეთი სახეები, მე საერთოდ ჩემი აზრია, რომ მუსიკალურად პროდუქტი, საერთოდ ეს პროდუქტი მთლიანად ამოქაჩა ვიზუალმა, ანუ მართლა ძალიან კარგი არის. მე ვერ ვიტყოდი, თუმცა აუდიო მხარეთ ძალიან კარგია და ძალიან უცხო. თავისად, მაგრამ ვიდეო მხარე ბევრად უკეთესია აუდიო მხარეზე. იქ ყველაფერმა ითამაშა. ხო, ყველაფერმა. მე უბრალოდ მინდა ჩემ კოლეგას დაუჭირო მხარე ამ შემთხვევაში ლიზას, რომელიც მე შენ ჩამოთვალე უდაოდ ძალიან საინტერესო მომღერლები და უდაოდ გემჩნევარი მუსიკაში ერკვევი. მე უბრალოდ ხას გავსვავ რას. შენ რეპერტუარში ალბათ ლიზას ამის თქმა უნდა და მე ესე მგონია, არის ანუ ჩემი მუსიკა როცა ეძახი, შენ მუსიკაში არის ძალიან ბევრი კავერები. ანუ ამ შემთხვევაში მე ვგულისხმობ ჯორჯ მაიკლს, ერიკ ბენეს, ლაურენ ვუდს, ძალიან ბევრს ჩამოვთვლი. ერიკ ბენეს მე ვერ ვიპოვიდი. შენ თუ იგულისხმე წამოდი წავიდეთ. ეს არის არანჟირება, რომელიც დაწყებაც გავს, ეს არის კოტენონიკოვის არანჟირება და აქ მე სიმღერა და საშემსრულებლო მანერა, ანუ მომღერალს აუცილებლად თუ გავლენაში ეთვლება, ეს ან სიმღერაში უნდა იპოვო რაღაცა, ან სამშემსრულებლო მანერაში, რაც აი აქედან მოდის და მე ერიკ ბენეს აქედან რომ მოგდის ნამდვილად ერიკ ბენე მით უმეტეს ახლა ჩემთვის ერიკ ბენე მომწონს, მე უცებ კრეიგ დევიდზე წავედი. არა, არანაირად. დღესაც მომწონს, უბრალოდ გავლენა არა. ხო, არა, ლაურენ ვუდის სიმღერა იყო გადაკეთებული, რომელიც მე მოახსოვს, ანუ pretty woman-იდან, ხო? ეგ ჩემი ეგ გასაგებია. ნუ პროექტი და უბრალოდ მე რაც ვიცოდი, რაც მე მაგრამ თუმცა იქაც აღნიშნეს ძალიან ბევრმა, რომ მე მივამსგავს ხმა ძალიან იმ ადამიანს, ვინც ასრულებდა. ხო არა? ჩემი საკუთარი არაფერი არ მაქვს, რა სამწუხაროა, რომ ეს ემაფასებენ საქართველოს საკუთარ. შენ თვითონ მიიჩნევ, რომ შენი მუსიკა სიტყვაზე, მე საერთოდ ძალიან მივესალმები შენი ინიციატივას ესე შოუ ბიზნესიდან სხვა სტატუსში გადასვლისა და მიმაჩნია, რომ შენაირად რომ მოიქცეს ძალიან ბევრი შენი მეგობარი პირობითად გზა დაეთმობა ძალიან ბევრ ახალგაზრდას, რომელიც ვერ გამოდის ისეთი მომენტი, რომ მე რაღაცა გამოვდივარ, რაღაცა ისეთი მომღერალი გესმის, რომ მე ვიღაცას დაუთმო. ისე ჩემნაირი ბევრი თბილისში ნაღდათ არ არის რა. მაშინ შეიძლება ეხა რაღაც ძივარ და ძალიან ამბიციურად, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს არ არის სამართლიანი
მომენტი ჩემს მიმართ, რომ ისეთი შტაბის შეიქმნა თითქოს სტეფანე უკმაყოფილო იყო თავისი შემოქმედების და გადაწყვეტა შეეცვალა მოღვაწეობის ესტრა და გესმის და მე რაღაც დაუთმო მიჭერხა. თუმცა სტეფანე დაბრუნდა როგორც ვიცი სიმღერების. არანაირად კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ბოლო პროდუქციას მე ვგულისხმობ, განსაკუთრებით როდესაც მეუღლესთან ერთად არის პროდუქტი გამოშვებული და ძალიან მომწონს და იმაში, ოღონდ არ მესმის ხელებზე ალბათ აქცენტი, სიგარეტი და ბოლოში კი ნუ პირობითად ვიძახი, ალბათ ჩანაფიქრი იყო, მიუხედავად იმისა, რომ არც ერთ არხზე დამერწმუნე, არც ერთ ცივილიზებულ ქვეყანაში მაგ კლიპს არ გაუშვებ. ეხლა მე თუ შეიძლება ერთ პატარა ესეთ რაღაცას ვიზავ, MTV-დან, რუსული MTV-დან არ მინდოდა ამის ხმამაღლა თქმა. შეგიძლიათ საქართველოს პირველ არხზე, რომელიც ახლა საზოგადოებრივ მარკეტინგის განყოფილებაში გადაამოწმოთ ეს ინფორმაცია. ჩამოვიდნენ რუსული MTV-ის გენერალური პროდიუსერი და ესე იგი მასთან ერთად თან მოყოლილი ადამიანები, მათ უნდათ რაღაც საქმეები ქონდათ თბილისში. მოვიდნენ ჩვენთან სტუდიაში. უბრალოდ ენახათ თუ რა კეთდებათ საქართველოში. ნუ ჩვენ რაღაცები ვაჩვენ და ჩემო თახში შემოვიდა ეს გენერალური პროდიუსერი და ეს ადამიანები, ვინც მას ახლდა და უბრალოდ ისეთი უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა, როგორც Pulp Fiction-ში არის ხო? იქ ყველაზე მეტად არ მომწონს უხერხული სიჩუმეო და აი ადბის ძელია და აი უხერხულობისგან ჩავრთე ხელების კლიპი. ტიპები აი მართლა გეუბნები, წაიღეს მოკლედ რო ვთქვა MTV-ზე, რუსულ MTV-ზე გასაშვებად. მე ვთქვი რომ მე და მაიას ძალიან კარგად ვიცით ორივემ რუსული ენა და შეგვიძლია ჩავწეროთ ეს რუსულადაც კი? არაო, აი ესეთი მინდა როგორც მინდა და ძალიან მალე შეიძლება იხილო რუსულ MTV-ზე ეს კლიპი. იზუმინკა არის და მე თვითონ ხაზი იზუმინკა არის საერთოდ პირველი პრეცედენტია ვებკამზე, იმის შემდეგ ნახევარმა თბილისმა დაიწყო ვებკამზე გადაღება კლიპების და ჩემ შემთხვევაში ეს არ იყო ფინანსების ეკონომიის მიზნით გაკეთებული. ეს იყო მხოლოდ იმიტომ, რომ იქ ის ადამიანები, რომლებიც ჩემთან მოდიოდნენ, მე უბრალოდ ვიღებდი მას განს საზღვრული არ იყო კლიპისთვის და მე აი მარტო ვიჯექი ჩემთვის და დავამონტაჟე და საკმაოდ საინტერესო პროდუქტი გამოვიდა, მე ვფიქრობ, იმიტომ რომ ბუნებრივია. გასაგებია, დიდი მადლობა. სტეფანე, იცი რა მაინტერესებს? ვადასტურებ მე რამაზ ჩაჩანიძემ მომიყვა ეს ისტორია, რომ MTV-ის, რუსულ MTV-ის წარმომადგენლებს ძალიან მოწონს. თუმცა მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, ჯერჯერობით არ გვინახია ეს კლიპი, მაგრამ თუ ვინახავთ, ვიამაყებთ. ხო, არა, მეტი დრო გავიდა, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა, სტეფანე, თუ გავა მართლაც და რაშიც პირადად მე ვიჭვიფარი, მაგრამ ჩვენ ვიამაყებთ. ხო, ნუ შეიძლება გეპარებოდეს ეს კლიპი მეც მომწონს, სხვათა შორის, უბრალოდ ერთი კითხვა მაქვს. რას ეწევით? ამას შენთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს? არა, უბრალოდ მე ვხვდები, რასაც ეწევით. სიგარეტს. არა, მე მგონი სიგარეტს, თუ სიგარეტს ეწევა, ყველა თითოეული ადამიანი თავის სიგარეტს ეწევა და თუ ის სხვა რაღაცა, თუ ის ნარკოტიკული ნივთიერება, მაშინ ეწევა ძალიან ბევრი. ძალიან ხშირად უტოვებენ. ეს რა იყო, ნარკოტიკების პროპაგანდა? არა, ნამდვილად არ ვეწევით არც ერთი ნარკოტიკების პროპაგანდა. სტეფანე, ლალის შემდეგი შეკითხვა. სტეფანე, თქვენი კომპანია Artprom-ი საპროდიუსეროა, როგორც ვიცი, მაგრამ იქ ყველაზე ნაკლებად განხრა არის პროდიუსერი. ყველაზე ნაკლებად მოიძებნება პროფესიით პროდიუსერი ადამიანი და ეს არ გიშლით ხელს მუშაობაში. მე მინდა ერთი მაგალითი გაგახსენო, დიდი ბოდი. ზოგადად მე არ ვიცი საერთოდ თბილისში რამდენი პროდიუსერი განათლებით მოიძებნება, მაგრამ მე ვიცი ნადრიკაა მარტო განათლებით, ხო, მაგრამ ერთი. რატო გამოცდილებ? რატო პრაქტიკოსები ხო? არა, პრაქტიკით შეგიძლია მიახლოს. საქმე იმაშია, ხო? რომ უკაცრავად ყველა პროდიუსერებთან ყველას ვაფასებ, მე ვიგულისხმე განათლება, მე არ ვიცოდი თუ მათ განათლებული პრაქტიკა და გამოცდილება. პრაქტიკას და განათლებას, აი რაც შეეხება ზაქრო ზალიკაშვილს, მან ეხლა დაამთავრა სპილბერგის სკოლა ლოს-ანჯელესში და სწორედ ერთი თვეა რაც ჩამოვიდა იქიდან და ძალიან დიდი ბაზა აქვს იქ მიღებული, მერტმუნით სპილბერგის სკოლაში თანხების მიუხედავად ძალიან რთულია მოხვედრა. მას ყავდა გენიალური პედაგოგები, ნუ მოკლედ ძალიან შორს წავალ ამაზე. რომ ვისაუბრო და ცოტა რაღაცეები ალბათ მე და კახასაც გაგვეკება მანდ. გასაგებია, დიდი მადლობა. უკაცრავად ლალი, რეკლამის დროა საუბარს რამდენიმე წუთში გავაგრძელებთ. ეთერშია ток-შოუ პრესპრესი, ჩვენი დღევანდელი სტუმარია სტეფანე და გადაცემის დასრულებამდე სულ რაღაც 12 წუთი დარჩა, ამიტომ თუ რაიმე შეკითხვა გაქვთ, შეგიძლიათ უცბად შეუდგეთ საქმეს. შეიძლება გავაგრძელო თუ შეიძლება გააგრძელე ლალი მწერან შეწყვეტე საუბარი. მე მინდა სტეფანე გაგახსენო თქვენი პრეზენტაცია, როდესაც Artprom-ს გაუკეთდა პრეზენტაცია ის დღე და 4 გოგოს წარდგენა ზუსტად იმ დღეს მოხდა. ეს იყო აბსოლუტური გაუგებრობა, მინდა გითხრა და მე მგონი სრული კრახი თქვენი კომპანიისთვის.
რატომ მოხდა ასე? თქვენ ხომ ერთი წელიწადი გქონდათ პრაქტიკულად ამისთვის მოსამზადებლად. მე როგორც ვიცი, საქმე იმაშია, რომ ისა რა ქვია, ჩვენ ამ პრეზენტაციის მოსამზადებლად გქონდა რამოდენიმე დღე და მე გავიხსენებ ბაკურ ბაკურაძის აქ ყოფნას, როდესაც მან აღნიშნა საქართველოს არ შეუძლია, როდესაც რაღაცა ახალი ტარდება. ანუ საქმე იმაშია, რომ ეს პრეზენტაცია ყოფილიყო ესეთი სახით. თქვა, ჩაიგდო კლიპი. ერთი რაღაცა მინუსი იყო იმის მართლა ძალიან კარგად არ ჩანდა კლიპი, ეს უკვე აჭარა მუსიკ-ჰოლის მომენტი. მოდი დავაკონკრეტოთ. კონკრეტულად რა არ მოგეწონა? აი რა არ მოგეწონა რეპეტიცია და ამ ყველაფერს ჩართავდნენ და ეს არ მოხერხდა და ზუსტად იმ დღეს მოვიდა სტაფი 10 წუთით ადრე აჭარა მუსიკ-ჰოლის სტაფი და ჩვენ ვერაფერი ვერ შევამოწმეთ. ანუ ხალხი კმაყოფილი წავიდოდა იმ შემთხვევაში, ის მომენტი რო არ ყოფილიყო, რომ ძალიან კარგად არ ჩანდა. თუ ჩვენ ვაჩვენებდით კლიპს მერე გამოვიდოდით ძალიან დიდი მადლობა რეჟისორ ბლა 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 ესე ვილაპარაკებდით მერე გამოვიდოდით გოგოები ელემენტარული რაღაც წარდგენა მაინც უნდა აი რა არ მოგვეწოდა იყო ძალიან ბევრი ხალხი ყველა ერთმანეთს რაღაცას ეკითხებოდა პასუხს ვერავინ ვერ სცემდა კითხვაზე რა ხდებოდა იქ ელემენტარულად სცენაზე ვიღაც ასულიყო მადლობის გარეშე გამოეცხადებინათ რომ აი რა ხდება რატომ მოგვიწვიეს არ ვიცი შეიძლება ეს ორიგინალურობისთვის გაკეთებული იყო ეს ყველაფერი ეხლა გიტოვებ ჯორჯიკას რომელიც არის არაჩვეულებრივი დიჯეი იმიტომ რომ დისკოტეკაზე ნამდვილად ჯორჯიკა უნდა ყოფილიყო და არა ჯაზ ბენდი და ფანტასტიკური მუსიკა დაუკრა იმ ადამიანმა და ხალხმა ვერ გაიგო და გაიქცა ეგ შენ ბრალი ნამდვილად არის შენ თქვი რომ აი ეს კლიპი მართლაც ვერ აღვიქვით და ეს იყო სერიოზული მინუსი იყო მაგრამ იქ იყო ტექნიკური ხარვეზი როდესაც ის არა ქვია ჩვენ მოვითხოვეთ წინა დღეს რეპეტიციაში გვითხრეს რომ ხო იქნება მე შემდგომ ვერ გაიგო გინდათ ორიგინალური გაგეკეთებიათ პრეზენტაცია და ორიგინალურობა რა დავნეულობაში გამოვიდა ანუ ორიგინალური იყო იმით რომ არავის არ გამოუცხადებია თუ ვინ იყო რეჟისორი მემონტაჟე გრიმიორი და ასე შემდეგ არავის არ უმღერია ფონოგრაფი იცით რა ხალხი იყო მოსული თავისი მინი დისკებით გოგოების პრეზენტაციაზე უნდათ ემღერათ და ეხლა ეგ იყო ჩვენი ქართული ტრადიციული პრეზენტაცია რომ შემდგომ მე ყველას თითო სიმღერა პლუსით ემღერა და ეგ იქნებოდა ძალიან კარგი მე დარწმუნებული ვარ რომ ხალხი ისინი არავის არ გაუხლებია რომ არ უნდა იმღერონ ხო არა რა თქმა უნდა გოგოები რო არ იმღერებდნენ არა თვითონ ვინც მოვიდა მინი დისკით ხო რატომ მოვიდნენ მე არსად არ დავდივარ მინი დისკებით ხო გასაგებ კარგი მოდი მაშინ კიდე 4 გოგოს დაუბრუნდები ეს 4 გოგო სპეციალურად თქვენი ესე თქვა პრომოუშენისთვის ხო არის არჩეული და ეს იყო ერთ-ერთი მარკეტინგული გათვლა სტუდიის PR-ისთვის გასაგებია დიდი მადლობა თუმცა გამოვიდა რომ ეს უფრო ლაილაის იყო მაყურებლების სერიოზული თანხები ჩავა აჭარა მუსიკ-ჰოლში მისული სტუმრები საერთოდ ას გეტყვი ძალიან ბევრისთვის განსვენი ანუ რეკლამის თვალსაზრისით ეს მომგებიანი რეკლამაა თუმცა როგორც ლაილაი და ნუ ჯეოსელი კმაყოფილია მაგრამ როგორც ასეთი კლიპი ცალკე აღებული კლიპი სიმღერა ვიზუალი ყველაფერი ერთად ანუ როგორც კლიპმა არ გაამართლა ეს არის მაყურებლების საზოგადოების აზრი ძალიან ბევრისგან მოვიშვა და რომელმა კლიპმა გაამართლაო რა გითხრეს არა მე ვამბობ ამ კონკრეტულ 4 გოგოს პროექტზე ამ მე ძალიან ბედნიერი ვიქნები საქართველოში რომ ესეთი პროექტები ძალიან ხშირად გაკეთდეს საქართველოში რეკლამა მუშაობს როგორც ასეთ მოკლედ ეს მუშაობს ხო მე სტეფანე ამასთან დაკავშირებით მინდოდა კითხვა ესე დამესვა რა ესეთი ლოგიკური კითხვა მებადება ეს დამთხევაა რომ სპილბერგის სკოლა დამთა მე ზაქროს პირადად ვიცნობ ჩვენ მეგობრობთ აუდიენციაში მუშაობდით ერთად მაგრამ ესეთი კითხვა მიჩნდება სპილბერგის სკოლა დამთავრებული ადამიანი რომელიც ჩამოდის და რომელიც ყველასთვის ცნობილია განსაკუთრებით მედია სფეროში რომ იყო ჯეოსელის მარკეტინგის დირექტორი და ცნობილია რომ ლაილაი არის ჯეოსელის ერთ-ერთი ქვებრენდი, ხო, ესე დავარქვა. ისევ და ისევ გამოდის რომ მიმართა იმ თავის ძველ თუ ზაქრო მე გეტყვით ზაქრო სპილბერგი. არა, ეს უბრალოდ ეს პროექტი ძალიან დიდი ხნის წინ გავაფორმეთ ჩვენ, როდესაც ზაქრო მუშაობდა ჯეოსელში, ზაქროს დამსახურებაა რომ ლაილას გააჩნია ეს რეკლამა. იმიტომ რომ ლაილაი მე მგონი მე ვიცი რომ კმაყოფილია ამით. მერე ზაქრო წავიდა სასწავლებლად ამერიკაში თუ შენ მეგობარია ალბათ იცი და ამ დროს წამოვიდა ჯეოსელიდან და როდესაც ჩამოვიდა მოვიდა არტპრომში ანუ კავშირი არ ყოფილა ზაქროს როგორც ჯეოსელის წარმომადგენლის ანუ არ გადაანაწილა აქედან იქით არ წაიღო ის არ მუშაობდა ჩვენთან და არ წაუღია ანუ ეს პროექტი უკვე დამტკიცებული იყო და გაკეთებული როდესაც ზაქრო ჩამოვიდა და როდესაც დაიწყო ჩვენთან ესე იგი როდესაც ეს პროექტი შენ გინდა გითხრა რომ როდესაც ეს პროექტი ჩაიშვა მაისში ხო მაისში
მაშინ ზაქროს გადმოსვლის საკითხი არტ პრომოს დამფუძნებლად საერთოდ არ ყოფილა. ანუ ჯიბიდან ჯიბაში არანაირად. სტეფანე, ერთი კითხვა მაქვს, ჯერ ერთი მე ვერ დაგეთანხმები რომ თიკო არ არის მომღერალი, იმიტომ რომ თიკო ფანტასტიკურად გაართვა თავი მომღერლობას. ფანტასტიკურად, მაგრამ ქეთა მერწმუნე რომ ძალიან კარგად მღერის. მაგრამ მე თავიდან როცა ავთხი გოგო ჩამოყალიბდა, გამიჩნდა კითხვა, როგორც ყველა ჩემ კოლეგას, რატომ არ არის ბუკა ამ პროექტში. ნუ იქვე გავეცი პასუხი, რომ ალბათ ქერა არ უნდათ, იმიტომ რომ თითქმის ყველა შავგრომანები არიან. თუ თიკოს პრეცედენტი მხოლოდ იმიტომ ვერ დაუშვით, რომ არ არის მომღერალი, მაშინ ბუკა სექსუალურიც არის, მომღერალიც არის. არაჩვეულებრივი ბავშვია ბუკა. ანუ შემცვლელი შეიძლებოდა რომ გამოგენახოთ. რა თქმა უნდა შეიძლებოდა, მაგრამ ბუკა იმ მომენტში არ ჯდებოდა იმ ფორმატში, იმიტომ რომ თიკო სადუნიშვილი სხვა ფორმატია, ბუკა მანაგაძე სულ სხვა ფორმატია, თუმცა მე ბუკა ძალიან არაჩვეულებრივად მღერის ბუკა, ეგ არაფერ შუაში არ არის, უბრალოდ ჩვენ გვინდოდა ერთადერთი ვიზეთ შევჩერდით, იყო თიკო სადუნიშვილი და შემდგომ საერთოდ დავშალეთ ეს პროექტი, იმიტომ რომ ნინის მხრიდანაც იყო რაღაც მომენტები. აი ეს მინდოდა ზუსტად რომ აღგენიშნა რომ აქ მარტო ქეთას პრობლემა არ იყო. ხო, რომ მან ჩათვალა რომ რაღაცა ძალიან სექსუალური. და კიდევ ერთი კითხვა მაქვს, ვიცი რომ ამ საკითხზე არ გსიამოვნებს დიდად ლაპარაკი, მე უბრალოდ მინდოდა გაგესვა ხაზი რომ მარტო ქეთას გამო არ დაშილა ეს პროექტი. მე კიდევ ერთი კითხვა მაქვს, ალბათ შენიშვნის სახითაც იქნება, როცა სახში ყავს ისეთი მომღერალი, როგორიც არის მაედარ სმელიძე. მე მგონი სხვა პროექტზე ჯერ არ უნდა გეფიქრა და არტ პრომის გასაგებია. ნიშა თუ სავიზიტო ბარათი შოუ ბიზნესში უნდა ყოფილიყო მაია, დამეთანხმები თუ არა, იმიტომ რომ არის ძალიან კარგი. ხო, უბრალოდ მაიასთან მე ძალიან სერიოზული კამათი მაქვს, რაც შეეხება შემოქმედებას. მას საერთოდ კომერციული მუსიკის გაგონება არ უნდა და ქართულად სიმღერის. მას ქონდა ერთი ქართული ძალიან კარგი სიმღერა ჩაწერილი, რომელიც თვითონ ვერ იტანდა, რომელსაც გადაამღერა, ჩაწერა ინგლისურ ენაზე, თulis რომ საერთოდ არ უხდება მას ქართული ენა და საერთოდ არ უნდა ქართულად სიმღერა. აი ეს პრობლემა გვაქვს მე და მაიას, ამიტომ მაიას საერთოდ სხვა რაღაც გეგმები აქვს ცხოვრებაში, ის ეხლაც მუშაობს და წერს. ანუ არტ პრომი არ ეხმარება მაიას. ეხმარება აბსოლუტურად. დღესაც ზის და ჩვენთან ალბომს წერს. უბრალოდ საქმე იმაშია, რომ მას არ უნდა არც კომერციული სიმღერები, იგი მღერის მძიმე როკს და არც ქართულ ენაზე სიმღერა, რაც დღესდღეობით თბილისში არ ამართლებს. მადლობა. თვითონ არის წინააღმდეგი თორე, რა თქმა უნდა ეს პრობლემა. სტეფანე, შენ წერ ახლა სიმღერებს, რამდენიმე 3 უკვე ჩაწერე, ხო? ეს კომერციულია თუ ის შემოქმედებითი როგორც იყო? იცი რა, ორივე ერთად. და ანუ ეხლა საკუთარ თავს არტ პრომი მუშაობს ვიზე ეხლა. არა, არტ პრომი არ მუშაობს ჩემზე, მე ვმუშაობ ჩემზე და არტ პრომი მუშაობს იმ სხვა პროექტებზე, პროექტი ახალ, აი რა პროექტი? ძალიან მალე ნახავთ, ერთ-ერთი პროექტი იქნება ლელა წურწუმიას სოლო კონცერტზე, რომელიც არ არის გახმაურებული ჯერჯერობით. ეს იქნება ერთ-ერთი ჩვენი პროექტი. მეორე პროექტი, ნუ მოკლედ ძალიან ბევრი პროექტი, უბრალოდ ჩვენ არ გვინდა წინასწარ რაღაცაზე ლაპარაკი, რომ ეს მომენტი არ მოხდეს. იყო 4 გოგო დაიშალა და ვერ მივყვანით ბოლომდე. ამიტომ ჩვენ არ გვინდა რომ ეს გამოვიდა. და კიდევ ჩემთან ინტერვიუში ერთხელ აღნიშნე, ვისაც რუსულ ფრაზას личную неприязнь испытываю, მას საკმაოდ არ მღერი ვარ ერთი, მას ჩემთან ანუ არტ პრომში რომ მოვიდეს ჩვენთან ისე დიდ ფასს ვეტყვიოთ სტუდიაში სამუშაო. ხო, არა, უბრალოდ მაინტერესებს არის თუ არა, არა, უბრალოდ მაინტერესებს. არ ბევრი არის თუ არა საქართველოში ისეთი მომღერალი, ნუ ვის ასე გაქვს ნიპრიაზი და არიან ესეთები. შენს მიმართ თუ გძნია მსგავსი რამ ბევრისგან. რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ არ შეიძლება იყო იმდენად იდეალური, რომ ყველას უყვარდე. ეს ფაქტია. აგრეთვე არც ის ადამიანები არიან იდეალურები და ზოგის მიმართ მე მოქვს ლიჩნაინი პრიას, ზოგს კი ჩემს მიმართ. გასაგებია. თუ შეიძლება სრულიად განსხვავებულ კითხვას დაუსვამ სულ სხვა თემატიკიდან, თუმცა სტეფანის ეხება, მანამდე პატარა რემარკა მინდა გავაკეთო პრეზენტაციაზე, მე მომწონს კლიპიც და 4 გოგოც მომწონს ყველაფერი. უბრალოდ აი შენ თქვი რომ ჩვენ გვენდოდა ორიგინალური ფორმა მიგვეცა ამ პრეზენტაციისთვის, როდესაც 4 გოგო გამოვიდა სცენაზე და ცეკვავდა. იცით რა, როცა გინდა გააკეთო ორიგინალური შოუ, მე შემიძლია გავიხსენო ისეთი ორიგინალური შოუ, რომელიც აი მაგათ შოკირებული ვიყავი, როდესაც ესეც მე მგონი MTV-ს თუ რომელიღაც ცერემონიაზე გამოვიდა მადონა, შეასრულა სიმღერა ქრისტინა აგილერასთან, ბრიტნი სპირსთან და მერე იან ბორა და რა, ეს იყო მართლა შოკი. ამ შემთხვევაში ჩვენ დავინახეთ 4 გოგო, რომელიც იყო შებოჭილი, ვერც ეკავდა ბანდა მაინც კარგად და თავისუფლად, მათ პრაქტიკა არ ჰქონდა. ეს ჩვენზე არ იყო დამოკიდებული. ხო, ალბათ. მადონას შოუს მოდი, ნუ შევეხებით, იმიტომ რომ მათ ყველაფერი პრიამა პროპორციონალნა უნდა იყოს, იმიტომ რომ
გასაგებია. ყველაფერი უნდა იყოს. ანუ ჩვენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე. უნდა იყოს ბევრ რაღაცაში ისეთ რაღაც ძალიან დიდი ბოდიში ვერ პრესავთ. აი მაგალითად ერთი კუშანაშვილი აქ რო დაждდეს და ისეთი რესპონდენტები რომლებიც აქ მოდიან, ისე დააბყელებს პროსტა რომ ალანი პაკაჟი. კუშანაშვილი ხშირად ნაცემი მიდიოდა ეთერიდან სტეფანე და თუმცა ის ძალიან კორექტული იყო და ძალიან არ იყო კორექტული სტეფანე, მე არ ვიცი შენ უყურებდი თუ არა. გადაცემს აბსოლუტურად არ იყო კორექტული. ხანდახან საფრთხის ქვეშ. ხო, მეც ზოგჯერ და ალბათ სხვებსაც ემართებათ და ამიტომ ჩვენ უფრო ფრთხილები ვართ. სტეფანე, მე სხვა კითხვა მინდოდა, მე მაინტერესებს შენი რამდენად შენ ყოველთვის ესე ამბობ, რომ აი მე ისეთი დამოუკიდებელი მომღერალი ვარ, მე საერთოდ ამ ცხოვრებაში აერაფერი არ მაინტერესებს, ხოლო ჩემი შემოქმედება და მე სხვისი აზრი არც მაინტერესებს, საკმაოდ ამბიციური ხარ, ხო ახსენე კიდევაც. აი ესეთი ადამიანი. მაშინ ამიხსენი, რატომ ერთვები ზოგჯერ ისეთ პროექტებში, რომელშიც უბრალოდ აი უხერხულიც არის შენი ნახვა, ანუ პოლიტიკურ პროექტებში. რა საჭიროა შენი ამ პროექტებში? მე ორი პროექტი შემიძლია გავიხსენო, ეს იყო ვარდების ჰიმნი, რომელიც იანვარში დაიწერა, მე მგონი, არა ნოემბერში, ეს იყო ჰიმნი ახალი დღე. რამდენიმე პოპ მომღერალი და შენ მათ შორის და შენი მუსიკა იყო. შეიძლება ჯერ იმაზე გიპასუხებ და მე შემდგომ გავაგრძელოთ. და მეორე პროექტი მე გავხსენე ელენე თევდორაძესთან ერთად რო იმღერე რაღაცა. არა, ნუ ეგ არ შეიძლება ჩაითვალოს პოლიტიკურ პროექტად. ნუ შენ ისი აი ასლანაბაშიძესთან ხომ არ გიმღერია? არა, ასლანთან ნამდვილად ვერ ვიმღერებდი, თუმცა ელენე თევდორაძე მე ძალიან მესიმპათიურება და არის და მას შემდეგ შენ უკვე აცხადებ, რომ ეს ჩემი მეგობარია და რაღაცა არა, მეგობარი ნამდვილად არ არის და არის განმიცხადებია ესეთი რაღაცა, რომ ეს არის ჩემი მეგობარი. რაც შეეხება იმ ჰიმნს, მაშინ ზუსტად ეს ემოცია მქონდა და მაშინ ია ფარულავა იყო პროდიუსერი ამ ჰიმნის, როდესაც მან მომმართა და მე ვფიქრობ მე ჩემი საქმე გავაკეთე, მე ჩემი ემოცია გამოხატე. მაშინ მართლა ვიყავი ჩარეული პოლიტიკაში, რომ სახში მოვდიოდი, აი ეგეთი გიჟივით ხოლმე, როდესაც აი ეს არჩევნების მომენტი მქონდა. ეხლა დამიწყდა. მაგრამ შენი იმიჯი, რომ აი შენ ესეთი ძალიან სხვანაირი და მაშინ მე არ მაინტერესებდა ჩემი იმიჯი. შენ წარმოგიდგენია პრინციპ ჯორჯ ბუშის იმაზე? კი, წარმოგიდგენია. მან თუ ჯორჯ ბუშმა ძალიან გამოიყვანა წყობიდან, ალბათ მიიღო. თუმცა ბევრი უცხოელი ვარსკვლავი იღებს მონაწილეობას. არა, მე უბრალოდ სტეფანეს იმიჯი მაინტერესებდა, რამდენად შეესაბამება იმ დონემდე, სანამ ბოლოს დებილებად არ გამოგვიყვანეს ხალხი და ეხა დებილად რომ თuliდნენ და კიდე პარლამენტში იმას რო აკაკუნებდნენ და დარბაზი მე არ შემეძლო. მაგრამ ეს ჰიმნი დაიწერა უკვე, როდესაც ყველაფერი დამთავრებული. არა, ჩემო კარგო, ეს ჰიმნი დაიწერა უბრალოდ განხორციელდა გვიან, თორე ეს ჰიმნი საერთოდ მე მგონი იქ დემონსტრაციაზე დაიწერა, მე და ია იმაზე მარშრუტკის თავზე ვიყავით და ვხტუნაობდით პირდაპირ ეთერში CNN-ის, მე და სოსტოლორაია. დასაგებია. ნაცეს კონდა შეკითხვა, ხო, მე მგონი და საშა. ხო. არა. გაინაწილეთ პირველი რომელი დასავს. კარგი, საშამ დაიწყო მაშინ. ესეთ მარტივი კითხვა. იცი რა, აი ესეთი ჩამოყალიბება თვითონ სიტუაციის, რომ თქვა ცენტრი საპროდიუსერო პირობითად ერთ-ერთი მიმართულება. ერთ-ერთი მიმართულება ხას უსვამს მაგას. ესე იგი ჩემთან მოვა. ეხლა მე მინდა ერთი რაღაცა ვთქვა, რომ ჩაულებრივად ნებისმიერ ქვეყანაში სადაც კი შოუ-ბიზნეს გავს, მონდეს ვთქვა, ხო? და არა იმ საწყის ეტაპზეა, როგორც აქ არის. იქ პროდიუსერი პირიქით დაძდევს პოტენციალურ რაღაც მომენტი ისეთი, ანუ მოვა ჩემთან თუ მე დავიჭერა ესეთი მომენტია, იმიტომ რომ მოვა არა, ვინ? ხო, არა, მოვაზე იყო, სულ მოვა, სულ ახსენეს, აქ ნახსენები იქნება, იყო სულ მოვა. ესეთი ტიპის შეკითხვა ხო რა. ხო, არა, რაც შეხება ჩვენ ვეძებთ და ჩვენ აი სწორედ ლელა წურწუმიას კონცერტზე გამოვა ერთ-ერთი ჯგუფი, რომელიც ჩვენ ვიპოვეთ. რომელიც უკვე მოვიდა. შეგიძლია პირობითად დაგვისახელო სამი ჯგუფი ან მომღერალი, რომელიც არტ-პრომის კონცეფციაში ჯდება, როგორც პოტენციალურად მომგებიანი პროექტი. კი. სამი ჯერჯერობით, იცით რა არის, პროექტი საკმაოდ გრძელვადიანი რაღაცა არის და არტიმედი 20 წელი არსებობდა და 85 მომღერალი ყავდა და ერთი პროექტი ვერ გააკეთეს ნორმალურად. წარმატებული და არა არც ერთი ახალი სახე არ ყოფილა. აი თქვენ თუ გააკეთეთ. აი ჩვენთან არის კიკი ახალი სახე, ხო? თქვენ ალბათ იცნობთ ბევრი კიკის, ეს არის, ხო, ბატონო? ხო. ეს არის კიკი. გოგო, გიკი, რაღაცა სურითმაში სულ, ხო? არა, ბატონო, კიკი ძალიან ბევრ კაი ტიპს ხويا სხვათა შორის თბილისში და გოგოსთან ნუ გავაიგივებთ, მოდით.
ხო და რა მაშინ დავაკონკრეტოთ, ხო იქნება შეიძლება ბევრი არის. მამაკაცი, ადამიანი, ბიჭი, მამრობითი სქესის, იუზა ბერაძე ქვია მას ნამდვილი სახელი, რომელიც არის პროფესიით კინოლოგი და ჩვენ მასში ვნახეთ იზუმიკა, რომელსაც უკეთებთ პროექტს თელ ალბომს არა ჩემოკარგო, ეს არის საკმაოდ განსხვავებული და საინტერესო პროექტი. მე ძალიან წუხვა რომ მე დღეს მომიწია პრესში ჯდომა და არა იმ პროექტების შემდეგ რომ უფრო ნორმალურად პირობითად სტეფანი მოდი ესე ვთქვა სკეტმენ ჯონი ფიზიკოსი იყო და არანაირი შეხება აბსოლუტურად და ძალიან ბევრი სხვა პროფესია მაგრამ მოკლედ ეს არის კიკი ეს არის ქურთული ერთი ჯგუფი ეხლა ესენი ეროვნებით არიან ქურთები და ყავთ ვოკალისტი რომელიც მხოლოდ ქურთულ ენაზე და ძალიან საინტერესოდ გაკეთებული არის ეს შემოქმედებითაც თვითონ მეორე პროექტი მესამე პროექტი არის მაია დარსმელიძე, რომელიც ძალიან საინტერესო ალბომს წერს და ვისაც მოუნდება არაკომერციული მუსიკა, ეს მან იყიდეს და შეიძლება ეს კომერციულად გამართლებული არ იყოს, მაგრამ ამას თავისი პეცი ქონდეს მაინც საექსპორტო თუ ადგილობრივი პროექტი. საექსპორტო შეიძლება ძალიან საინტერესო იყოს. და კიდევ რა ვიცი, ძალიან ბევრი რა ფაქტიურად რა უნდა კითხო, იცი რა, არ გამოცხადებულა რომ ჩვენ ვეძებთ ან მოვიდნენ ვიღაცებ კონკურსზე. იცით რა არის, სადაც გამოცხადდა თავში ეს და ვინც კი როდესმე ეს ადამიანები როგორ იპოვეთ? აი შიგადას ჯერთი თვითონ მოდიან. აი თვითონ მოდიან ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანი ან უნიჭო ადამიანიც ყოფილა ამოდის და იძახენ იცით რა მე არ წერ ესეთ სიმღერებს მოდიან ესე სტრუქტურაში თუ ვინმე სიცნობთ აუცილებლად გეცოდნებათ რომ მოდიან თვითონაც ხა ჩვენ რო კასტინგი გამოვაცხადოთ შეიძლება ისეთები მოვიდნენ თქვენ თუ უყურეთ შემთხვევით აი ხატი არის წამყვანი ხო ჯეოსტარის როგორი კონტინგენტი იყო მოსული ეგ კიდე ალბათ ნუ შერჩეულები არის იკეთდებოდა ფაქტიურად რომ თუმცა დავამატებ რა თქმა უნდა არაჩვეულებრივი ადამიანები დარჩნენ რომლებიც აღიარეს რომ ისედაც ძალიან კარგად დაადვილად შეიძლებოდა მათი პოვნა იგივე ნუცას სკოლიდან და ასე შემდეგ რატო ვერ გავიგე სულ ყველა ნუცას სკოლა რა მე ვფიქრობ ეს ერთადერთი პროექტია რომელიცაც ბოლომდე მიყავს საქმე თუმცა ეხლა აქ არა ბოლომდე მიყავს და მე ვფიქრობ რომ ძალიან ობიექტური პროექტია მაგრამ საქმე იმაშია რომ იგივე ნაცნობი ფეისები დარჩნენ ხო არა თუნდაც ის რა ნუცას სკოლა ჩატარდა ბავშვები თუნდაც გამარჯვებული მას არ შესთავაზეს ის რა ჩვენ ვერ ავიტანთ იმხელა მასალას აი ამ ყველაფრის მოსმენას ისინი 20 წამი მღეროდნენ იმიტომ რომ მათ ჰქონდათ ესეთი დავალება და ისინი მოვლენ და სამ ალბომს მოგვასმენიებენ და შეიძლება ნიტოს თუ რაღაცა შემოქმედებაზე საკუთარი თუნდაც აი ეხლა ჯეოსტარის გამარჯვებულს უწერს ალბომს ქართული ჩანაწერები. რატომ არ გამოთქვა სრული არტ პრომა რომ დაეხმაროს ესეთ ნიჭიერ ადამიანებს და საერთოდ თუ აპირებთ ესეთ საქველმოქმედო საქმიანობას. იცით რა არის ჩვენ მქონდა რაღაც პატარა პრობლემები რაც ჩვენ ამოვქაჩით და დავლაგდით და ეხლა არ ვიცი თუ ექნება სურვილი ჩვენ შევერთდებით და ჩვენ ძალიან მოგწონს ლიკა შუბითიძე და ვაპირებთ ისედაც ამ ადამიანისთვის გახმაურების გარეშე გაკეთებას ერთი სიმღერის მაინც იმიტომ რომ ლიკასთან ერთად ჯეოსტარამდე იყო მოსული ბესო სოლომონაშვილი რეჟისორი რომელსაც ძალიან უნდა რომ მამ გოგონას გადაუღოს კლიპი და ჩვენ ვთხარით რომ სიამოვნებით გეთანხმებით იმაზე რომ მამ გოგოს გავუკეთოთ სიმღერა უბრალოდ ჩვენ ამას არ ვახმაურებთ და არამარა არ ვიძახით ძალიან დიდი მადლობა და ბოლოს შეკითხვა ესე იგი უნდა ვიგულისხმოთ და იმედი უნდა გქონდეს რომ ის მუსიკალური მიმდევრობები და მიმართულებები რომელიც საქართველოში ხა კომერციულად არ არის და მხოლოდ შეიძლება სადღაც რომელიღაც ქუჩაზე რომელიღაც ბარში უკრავენ შეიძლება ეს ყველაფერი წამოწეულ იქნას ჩვენ ყოველ შემთხვევაში ვეცდებით ძალიან აი ბოლოს რა გკითხავ აი მე მოვიყვანე ნიჭიერი ადამიანი რომელიც არაჩვეულებრივად ღერის აქვს მენა მიიღებთ მაგრამ არანაირი ფინანსური და არანაირი ახლობლობა რა თქმა უნდა ჩვენ უკვე ორი პროექტი გვაქვს რომელიც კეთდება ფინანსების გარეშე ჩვენ ან მათ მოუძებნით სპონსორს არ და საკუთარი ძალებით ვეცდებით თუმცა ჩვენ არ ვართ ძალიან მდიდარი ადამიანების გასაგებია ესეთ ოპტიმისტურ ნოტაზე დავამთავროთ ჩვენ დღევანდელი გადაცემა როგორც სტეფანემ აღნიშნა კარგი იყო რომ ის ამ გადაცემაში მოსულიყო მას შემდეგ რაც დაგეგმილ პროექტებს განახორციელებდა თუმცა არ არის გამორიცხული რომ შენ კიდევ აღმოჩნდე ამ სტუდიაში სტეფანე ძალიან დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის დიდი მადლობა ჩემს არაჩვეულებრივ ჟურნალისტებს დიდი მადლობა მაყურებლებს გემშვიდობებით მომავალ შაბათამდე ეთერში იყო თოქ-შოუ პრესი კარგად